კორონა პანდემია და სტუდენტების პროტესტი. ახალგაზრდები უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის განახლებაზე უარს ამბობენ. დიდი ოპოზიციური შეკრება ოზურგეთში. რა ხდება ნაციონალური მოძრაობის და გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრაზე? მოგესალმებით, ეთერშია მთავარი სამზე, მე ქეთი კვაჭანტირაძე ვარ და ოპოზიციის კიდევ ერთი მასშტაბური წინასაარჩევნო შეხვედრა ამჯერად ოზურგეთში. შეხვედრა ამ წუთებში იწყება. შეხვედრის ჭადრების ბაღში შეკრებილებს ნაციონალური მოძრაობისა და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები მიმართავენ. ოზურგეთს პირდაპირ ეთერში ვთავთ. გამარჯობა გურულებო! გისაულა ოზურგეთელებო! გურულებო, ღირსეულო ოზურგეთელებო, ჩოხატაურელებო, ლაჩხუთელებო, ცხოვრებაში პირველად თითქოს სიტყვას ვერ პოულობ, როგორ მოგეფეროთ, როგორ გადმოვცეთ ჩემი ღრმა პატივისცემა და სიყვარული თქვენს წინაშე. მეც ამ ლამაზი კუთხის, ამ ლამაზი ქალაქის შვილი ვარ, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე ვამაყობ ჩვენი დუნით, ჩვენი გურით ვამაყობ თქვენით. ჩემი ცხოვრების და კარიერის მანძილზე არასდროს არ შემიწყვიტავს ფიქრი და ურთიერთობა ჩემს კუთხესთან, მაგრამ ამ კამპანიის მანძილზე მე ვნახე სიდუხჭირე და სიღარიბე, რომელსაც ჩვენს კუთხეში, ჩვენს გურიაში არ აქვს მარგლები. მე ვნახე რეალობა, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელი და დამცინავია და დღეს ქართული ოცნება ჯიუდად კვლავ თავაზობს და თავს გვახვევს ამ უმძიმეს რეალობას. განა კი გჭირდება და მცინავი რეალობა ჩვენ გეკითხებით თქვენ. ხო არა, არ გჭირდება. ჩვენ გვიდა ძლიერი ოჯახები, დაცული შვილები და დაფასებული მშობლები. კეთილდღეობა თქვენ ყველას და არა ერთეულებს. მოფინების ფიალა სავსეა ჩვენს გურიაში. ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას 31 ოქტომბერს პრინციპულად და დამაჯერებლად უნდა უპასუხოთ, რომ ჩვენი გურია არ არის უპატრონო. გურიის პატრონი ხართ თითოეული გურული თქვენ. ვალი მაქვს თქვენი. ვალი მაქვს ჩვენგან რამდენიმე მეტში განსვენებული ეროვნული გმირის საზადამენიასი, რომ ამ მნიშვნელოვან ბრძოლაში ეროვნული სულისკვეთებით ვიდგე საკუთარ ხალხთან ერთად და თქვენთან ერთად დავიცვა საკუთარი სამშობლო, ზაზას და სხვა ხელოვანი თუ სახელო სხვა გმირების უკვდავსაყოფად. ბევრი მაქვს სასაუბრო, თუმცა დიდი პატივისცემით მე მსურს სიტყვა გადავცე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს ბატონ გრიგოლ ვაშაძეს. მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, ჩემ საყვარელ ოზურგეთში. დღეს მანუჩარის დღეა. დღეს მთელ საქართველოს უნდა დავანახოთ, რა საამაყო ადამიანი ყავს გაერთიანებულ ოპოზიციას გურიაში მაჟორიტარობის კანდიდატად. იმ აგვისტოს ავაცახსენებელ დღეებში, როდესაც რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ დაიწყო ერთდროულად სამხედრო და ტერორისტული ოპერაცია,
მაშინ რუსებმა ვერ შეძლეს საქართველოში იმედის მოკლა და იმ იმედის ჩვენი საბოლოო გამარჯვების, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ქართული კაცობის მაგალითი იყო ჩვენი მანუჩარი, რომელმაც გააკოტრიალა სულ პეკინში და როგორც უფრო ადრე ევროპის ჩემპიონატიდან და მსოფლიო ჩემპიონატიდან, ოლიმპიადიდან ოქროს მედლით დაბრუნდა. ასე ოქროს მედლით დაამთავრებს ამარჩენელს მანუჩარ კვირკველია. იმიტომ რომ ამ ადამიანს უფალმა ნიჭის განათლების გარდა უზარმაზარი საჩუქარი მისცა კიდევ. ხუთიშვილის მამა მეექვსეს ელოდება და ამ ბრძოლაში ქართული ოცნების მოლაპარაკე თავების განსხვავებით, იმიტომ კი არ არის რომ დიდ კაბინეტში დაждდეს და გძელი შავი მანქანით იმოძრაოს. იმიტომ რომ თქვენი და თავისი შვილებისთვის უნდა ნორმალური, განათებული, განათლებული, ადეკვატური ჯანდაცვით, ადეკვატური სამუშაო ადგილებით საქართველოს სამშობლო რო ქართველს ემიგრაციაში მონური შრომა აღარ უწევდა. ხმა მიეცით მანუჩარს, იმიტომ რომ ამისთან ადამიანებზე უნდა იყოს ჩამოკიდებული ჩვენი პოლიტიკა და ეს ხალხი მოუტანს ჩვენ სამშობლოს გამარჯვებას. გენაცვალეთ მე თქვენ, გურულებზე პოლიტიკური ხალხი არ არის საქართველოში არავინ და აბა აჩვენეთ რა შეგიძლია ძალიან გაბრაზებულებმა ქართულ ოცნებას. დიდი პატივი მაქვს თქვენ წინაშე წარვადგინო დაუმარცხებელი მანუჩარ კვირკველია, რომელმაც თავისი წილის სირთულეები და თქვენ გურია მიცით კარგად დაუღალავი შრომით, მიზანდასახულად ღიმილით, მაგრამ შეუპოვრობით დაამარცხა და დღეს თქვენთან ერთად მოვიდა საერთო გამარჯვებისთვის. ხუთიშვილის მამა თქვენს მანდატთან, პარლამენტარის მანდატთან ერთად ელოდება მეექვსე შვილს. მან იცის ოჯახის ფასი, სამშობლოს ფასი, მან იცის წრის წინაშე როგორ ააბრიალოს ქართული დროშა, როგორ ასიოს მართლა ჩვენი დროშა. ვერნობით, სწორედ იმიტომ, რომ მან იცის ქართული სახელმწიფოს ფასი, გურიის ფასი, გურულების ფასი და თქვენ წინაშეა კაცი, რომელიც არის არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის სუბიექტის, მთელი გურიის კანდიდატი, ყველა გურულის კანდიდატი, მაკონსოლიდირებელი ფიგურა, ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია. მოგესალმებით და მადლობას გიხდით მობრძანებისთვის. ჩემო გურულებო, თქვენი აკობნა იმის დასტურია, რომ მზად ხართ ცვლილებებისთვის. გურია ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული შემართებითა და ბრძოლის უნარიანობით. თქვენთვის თქვენი დღეს მე ვარ ამაყი და ბედნიერი. ბრძოლა და გამარჯვება ჩემი ცხოვრების წესი და ტრადიციაა. 31 ოქტომბერს ჩვენ არ ვატარებთ რიგით არჩევნებს, ეს გაცილებით მეტია. ეს არჩევნები რეფერენდუმია, სადაც ქართულმა ხალხმა უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი ქვეყნის ბედი. ეს ჩვენი ვალია შვილების წინაშე. ჩვენ ერთად დავძლებთ სიღარიბეს, უმუშევრობას, უსამართლობას. ჩვენ გურულებს გვაქვს ყველაფერი, რაც საჭიროა ღირსების ცხოვრებისთვის. გვაქვს მთაც, ზღვაც, ნოყიერი ბარიც და რაც ყველაზე მთავარია, ხართ თქვენ გამორჩეული, ნიჭიერი, პრინციპული, შრომის მოყვარე გურული ხალხი. ჩემო ლანჩხუთელებო, ჩემო ჩოხატაურელებო, ჩემო ოზურგეთელებო, დადგა დრო ერთად ვიცხოვროთ ისეთ საქართველოში, სადაც არც ერთი ოჯახი არ ექნება ხვალინდელი დღის შიში, აღარ იარსებდეს უსამართლობის განცდა, არც ერთი გურული არ იქნება იძულებული გადაიხვეწოს ქვეყნიდან. თქვენი თანადგომა დარწმუნებული ვარ,
ჩვენ საერთო დიდ გამარჯვებაში გურიისთვის, საქართველოსთვის. დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას მობრძანებისთვის, სტუმრებს და ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ. ძალა ერთობაშია. მადლობა. ჩვენი ქვეყნის და ჩვენი გურიის სამაყო კაცს სურვილი აქვს ბატონ პაატა ბურჭულაძეს ხარდაჭერა გამოუცხადოს ჩვენს ჩემპიონს, რომელსაც ეტობა გურია, ბატონი პაატა ბურჭულაძე. მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, მოგესალმებით გურულებო, მოგესალმებით ოზურგეთელებს, ლანჩხუთელებს და რა თქმა უნდა ჩოხატაურელებს. რადგან სოფლის სამეფოში მყავს მე გატარებული ჩემი ბავშვობის ძალიან დიდი ნაწილი და მე როგორც გურულმა მინდა მივიღო მონაწილეობა თქვენთან ერთად ამ დიდ შეხვედრაში. სამწუხაროდ დღეს საქართველოში არა ვარ საზღვარგარეთიდან გესაუბრებით, იმიტომ რომ მე ვერ შევეგვენი 14 დღიან კარანტინს, რომელიც ჩვენმა მთავრობამ ქართველებს დაუწესა. საქართველოს მოქალაქეებს, თურმე უცხოელებს შეუძლიათ შემოსვლა უკარანტინოთ და ქართველებს არა. ეს სხვა თემაა, მოდი დღეს ამაზე ვილაპარაკებთ. მაგრამ ჩვენ შევიკრიბეთ, რომ გზა დაულოცოთ ახალგაზრდა პოლიტიკოს. პოლიტიკოს, რომელმაც არა ერთხელ სახელი გაუთქვა ჩვენს ქვეყანას. იყო ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონი, ეს ერთეულების ხვედრია, მაგრამ ყველაზე დიდი წარმატება მან საქართველოს მოუტანა 2008 წელს. როდესაც ჩვენი მტრის ჟარი წვავდა ქართულ სოფლებს, მან სოფლიოს ჩვენი ხუთჯვარიანი დროშა აუფრიალა და ფეხზე ადგომით საქართველოს ჰიმნი მოასმენინა. ეს იყო ჩემი, თქვენი, მთელი საქართველოს გამარჯვება და რაც მთავარია, ეს იყო იმის მაგალითი და მთელ სოფლიოსთვის ნათქვამი, რომ ქართველები არასდროს არ შეეგუებიან თავის ქვეყნის ოკუპაციას და ყოველთვის იბრძოლებენ და ყოველთვის გაიმარჯვებენ. და დღეს ზუსტად ჩვენ შევიკრიბეთ, იმიტომ რომ გავიმარჯვოთ დიდ გველეშაპზე. გველეშაპი, რომელიც ნელ-ნელა ეპატრონება ქართულ მიწას, რომელსაც სურს ქართული მიწა ქართველების გარეშე, რომელიც აღვივებს საქართველოში მტრობას ერთმანეთში, ხალხში ერთმანეთში მტრობას, რომელსაც უნდა რომ დაეპატრონოს მთელ საქართველოს და ქართველები უნდა რომ წავიდნენ საქართველოდან. მას არ ჭირდება საქართველოს მოქალაქე, მას ჭირდება ქართული მიწა. ვერ დამისახელებთ ვერც ერთ მის დაპირებას, რაც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილი დაუკვირდა ჩვენ და მან შეასრულა. მისი კრედო არის გადაგდება, მოტყუება, ღალატი. აი ეს და ამიტომაც არის, რომ არც ერთი თავმოყვარე ადამიანი აღარ ადგას მის გვერდში და მან მიატოვა მისი გუნდი. და დღეს ჩვენ დაუბრუნდეთ ისევ ჩვენს შეხვედრის მიზეზს. გზა დაულოცოთ გურულებო. მანუჩარ, ჩვენ გზას გილოცავ დიდ პოლიტიკაში და ბჭერაში. და რა ხტავარია, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ შენ გაიმარჯვებ. შენ გაიმარჯვებს საქართველო. როგორც იყო წინათ, იქნება მომავალშიაც. აბა გურულებო, თქვენი იმედი მაქვს, გაუმარჯოს ერთიან, ძლიერ და რაც თავარია გამარჯვებულ საქართველოს. ეს იყო პირდაპირი ჩართო ოზურგეთიდან, სადაც ოპოზიციის ლიდერებმა მაჟორიტარობის კანდიდატი მანუჩარ კვირკველია წარადგინეს და ოპოზიციის წინასაარჩევნო მასშტაბური შეხვედრა კოვიდ რეგულაციების სრული დასვით მიმდინარეობს. ნაციონალური მოძრაობისა და გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებს დაურიგდათ პირბადეები. ლიდერები და აქტივისტები ჭადრების ბაღში შეკრებილ ამომრჩევლებს და მხარდამჭერებს დისტანციის სრული დაცვისკენ მოუწოდებდნენ. Здравствуйте.
ნამდვილად დაცულია ყველა წესი, აბსოლუტურად მოწესრიგებულად გვაქვს ყველაფერი შესრულებული, გვაქვს პირბადეები, ვარ შეიარაღებული. ჩვენ თვითონ უფრო ვიცავთ გონი ოპოზიცია ამ წესებს, ვიდრე ხელისუფლება. ხელისუფლება უფრო გვაშანტაჟებს და გვაშინებს, ჩვენ უფრო ალბათ მობილიზებული ვართ და დაცვისკენ ვართ მოწოდებული. დღეს უმაღლეს დონეზეა ყველაფერი გაკეთებული და ნეტე ხელისუფლება აკეთებს ასე დღეს რომ არის. მაშინ ჩვენ არ გვიჭირთ. ყველაზე დიდი კორონავირუსი არის ბიძინა. ბიძინა რომ წავა ვირუსიც წავა რა. ყველაფერი უმაღლეს დონეზეა მოწყობილი. ყველაფერი არის გაუკეთებია. ამ გონია ყველაფერი დაცული და კარგად იქნება და ფათუმში არ ვიცი რა ხდება, რაც შევხედე ყველას ეკეთა პირბადე, მე რაც უყურე და ტელევიზიი და იქ არ ყოფილი. და აქ როგორი სიტუაცია? აქ კარგია, ახლა ნორმალად იცავენ ყველაფერი. დაცულია დისტანციას არის, პირბადეც არის და რა ვიცი ყველაფერია. ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი გარდებანსა და მარნეულში ამ წუთებში პედაგოგებს ხვდება რესტორანში. წინასაარჩევნო შეხვედრა თავდაპირველად მას ბაგაბაღის პედაგოგებთან ჰქონდა, ახლა კი სკოლის მასწავლებლებს ხვდება. მთავარი არხის გადამღები ჯგუფის გამოჩენამ ქართული ოცნების აქტივისტების და მაჟორიტარობის კანდიდატის გარემოცვის გაღიზიანება გამოიწვია. მათ მთავარი არხი და ჯეიხუნ მუჰამედალი პროვოკაციებში დაადანაშაულეს. ჯეიხუნ მუჰამედალი ახლა თავად გვერდება პირდაპირ ეთერში და გვეტყვის რა ხდება მარნეულის ერთ-ერთ რესტორანში წინასაარჩევნო შეხვედრაზე. გისმენთ. დიახ, კეთი, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების კიდევ ერთი ფაქტი მოხდა მარნეულში, როგორც წესი ყოველწლიურად ყოველ არჩევნებში, როგორც ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლები მარნეულში ადმინისტრაციულ რესურსებს იყენებენ, წეს კიდევ ეს წესი და რიგი არ დაარღვიეს, ეს ტრადიცია კიდევ ერთხელ არ დაარღვიეს. ამჯერად კანდიდატი, მაჟორიტარი კანდიდატი ზაურ დარგალი მასწავლებლებს, კონკრეტულად სკოლის პედაგოგებს და ბაღის პედაგოგებს ცალ-ცალკე შეხვდა. ჯერ პირველი შეხვედრა იყო ბაღის მასწავლებლებთან, შემდეგ მეორე შეხვედრა იყო უკვე სკოლის პედაგოგებთან. ჩვენ ადგილზე მივედით, რა თქმა უნდა, ეს შეხვედრა ერთ-ერთ რესტორანში ფარულად მიმდინარეობდა, თუმცა ჩვენ ეს ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია მივიღეთ თუ არა, მივედით ადგილზე და უკვე ადგილზე ქართული ოცნების წარმომადგენლები, თავად ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატიც კი გაოცდა ჩვენ ადგილზე რომ ვნახეს. თუმცა ისინი ცდილობდნენ ადგილიდან გაეყვანათ ჩვენი გადამღები ჯგუფი, თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა მათ მოთხოვნას არ დავემორჩილეთ და კითხვა დავუსვით, რატომ უნდა გავიდეთ ადგილიდან და ისინი მათი პასუხი ის იყო, რომ დღეს ეს რესტორანი ისინი დაიქირავეს და აქედან გამომდინარე ჩვენ უფლება არ ჰქონდა ამ ადგილზე გადაღება განგვეხორციელებინა. თუმცა ჩვენ ასე რამდენიმე პირით ჩავწერეთ, რომელიც თვითონაც აღიარებდნენ თუ რა შეხვედრა იყო, თუმცა ისინი ამბობდნენ, რომ ამაში არ არის კანონდარღვევა არ არის და ჩვეულებრივად წინასაარჩევნო კამპანია არის და აქედან გამომდინარე ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატი დღეს განათლების სფეროს ხალხს ხვდება და აქ დანაშაული არაფერი არ იყო. ეს წინასაარჩევნო შეხვედრა არის ეს? რო გითხრათ უკაცრავად. თქვენ ბაღის მასწავლებლების უფროსი ხართ, ამაზე კომენტარი რო გააკეთოთ არ შეიძლება? ბატონო ზაურ, რო გითხრათ, რასთან დაკავშირებით არის? კერძო საკუთრება ჩემს მიერ არის დაქირავებული და შენ არ გაქრო უფლება რომ იმყოფებო. რისთვის გაქვს დაქირავებული? ხედავთ რისთვისაც არის, ხო? ბაღის მასწავლებლები გყავთ შეკრებილები და წინასაარჩევნო შეხვედრას მართავს. შეგიძლიათ ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება საპარლამენტო არჩევნების დროს ჩაატაროს ნებისმიერი კატეგორიის ადამიანებთან შეხვედრა. და ჩვენც ვატარებთ შეხვედრას, როგორც თქვენ ხედავთ აქ. არ გაქვთ უფლება რომ იმყოფებოთ აქ და თქვენ პირადად შენ რო ხარ ინტრიგანი, ამიტომაც რო არ გენდობა ჩვენი წარმომადგენლები, ჩვენი მხარდამჭერებიც ვიღებ პირადად შენ კამერით, რომ მე არ ჩაიდინო რაღაც ისოლება. არავის დავალებით არ ვარ, გავიგე რომ იყო შეხვედრა და საინტერესო ჩავთვალე და მოვედი. ანუ აქ ბაგაბაღების მასწავლებლების გარდა სხვა არავინ არ არის? მე პირადად არ ვარ ბაგაბაღის მასწავლებელი. აბა სად მუშაობ? სკოლაში ვმუშაობ. ანუ მასწავლებელი და პედაგოგი ხარ? კი ბატონო ვარ პედაგოგი. უბრალოდ გავიგე რომ იყო შეხვედრა და ჩავთვალე ჩემთვის საინტერესო. ანუ არავის არ დავალებია? აბსოლუტურად. ბატონი ზაურ დარგალი დღეს ხვდება საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს, მათ შორის ხვდება ბაღის პედაგოგებს, ახსაზრდელებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ასევე ხვდება საჯარო სკოლის დირექციას, პედაგოგებს და ნუ რა ვიცი, საგანმანათლებლო სისტემის წარმომადგენლებს. როგორც მაყურებელმა თავად იხილა
როგორც ყოველთვის ქართული ოცნების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ გაღიზიანება მოუწიათ, როცა ადგილზე ჩვენ მივედით, აგერ ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატი ზაურ დარგალის მარჯვენა ხელი ჩემს მიმართ კიდევ შეურაცხყოფებით იყო დაკავებული და ის რა თქმა უნდა, როგორც წესი, კიდე თავისი სალანძღავი სიტყვებით შემოიფარგლა, ნაცვლად იმისა, რომ კითხვებზე ნორმალური პასუხი გაეცა, თურმე ჩვენ ვართ პროვოკატორები და რაღაც არასანდო პირები ვართ, ნუ ეგ ბუნებრივიც არის, რომ მათთვის ჩვენ არასასურველი პირები ვართ და ასევე არასასურველი ტელევიზია ვართ, თუმცა ეს შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, როგორც ჩვენ შეგვატყობინეს, მსგავსი შეხვედრები კიდევ რამდენიმე ჯერ იქნება დაგეგმილი. მადლობა ჯეიხუნ მუჰამედ ალი საუბრობდა პირდაპირ ეთერში მარნეულიდან. სკოლის დირექტორის ორგანიზებით ჩატარდა პარტიული შეკრება წყალტუბოშიც პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა საარჩევნო შეხვედრა ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მოუწყო. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სკოლის პედაგოგებიც. მთავარი წყალტუბოს პირველი საჯარო სკოლის დირექტორს ესაუბრა, რომლის ორგანიზებითაც გაიმართა ეს ღონისძიება. მისი თქმით, ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მათ შეხვედრა არასამთავრობოს სახელით მოუწყეს და არა სკოლის დირექტორის. 2018 წელს გავხსენით 4 ქალბატონი ვართ დამფუძნებელი საზოგადოებრივი კავშირი ანდამატი. ეს ორგანიზაცია ჩემი თავისუფლებით არის გენდერული საბჭოს შემადგენლობაში და ძალიან აქტიურად ვართ ჩართული სამოქალაქო აქტივობებში. გუშინდელი ღონისძიება ეს იყო შეხვედრა ქალებთან, დედებთან, მრავალშვილიანებთან. როდესაც ერთ-ერთი შეხვედრა იყო, არ ვიცი, მაჟორიტარის უბანში, მაშინ გავაჟღერეთ, რომ აი რამდენიმე მანდილოსანი მრავალშვილიანი, რომელიც იყო, გააჟღერეს, რომ რას აპირებდა კანდიდატი მრავალშვილიან ოჯახებისთვის, ან სოციალური დაუცველებისთვის და რომ გაიგო მერე, რომ ასეთი ორგანიზაცია არსებობდა, ისურვა მან კანდიდატმა ხომ არ შეხვდებოდითო და ჩვენ რა თქმა უნდა ხა დაინტერესებული ვართ თუ ვინმე სურვილი აქვს ეს იქნება მაჟორიტარი ოცნების თუ იქნება სხვის, რა თქმა უნდა აუცილებლად შევხვდებოდით, რომ ჩვენი წინადადებები წაგვეყენებინა. და ოპოზიციაზე თვალთვალი და ფარული მიყურადება წინასაარჩევნოდ. ხატია დეკანოიძის შტაბში მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებას სცადეს. შემთხვევა ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატის შტაბში იმ დროს მოხდა, როცა შტაბის წევრები საარჩევნო ღონისძიებას გეგმავდნენ. ოთახში სავარაუდოდ უცხო პირი ფანჯრიდან შევიდა. ინციდენტის დროს შტაბში ელექტროენერგიაც გაითიშა. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ამ ფაქტის უკანაც ხელისუფლება დგას. ხელისუფლების ოპონენტები ელოდებიან, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად თავდასხმები და მსგავსი ფაქტები კიდევ უფრო გახშირდება. ეს არის ზუსტად ის მდგომარეობა, რომელიც აქვს ახლა წინასაარჩევნოდ ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს, სუსის გამოყენება, უკანონო თვალთვალი, ფარული მიყურადება, ფარული თვალთვალი, თვითონ ესე ვთქვათ, ოპონენტების და ოპოზიციის შტაბებში შეღწევა. თავი დაანებეთ უკანონო ქმედებებს, თავი დაანებეთ კანონის საწინააღმდეგო ქმედებებს. ჩვენ შტაბში იგეგმება ის სტრატეგია, დიახ, რომელიც დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილს და დაამარცხებს ჩვენს, ასე ვთქვათ, ოპონენტებს და დაამარცხებს, ასე ვთქვათ, ყველაზე მთავარ საფრთხეს, რომელიც არის დღეს ამ ქვეყნისთვის. შავი ფული არჩევნებში და კორუფციული გარიგებებით მოპოვებული პარტიის ბიუჯეტი როგორ იბრძვის პოლიტიკური მიზნებისთვის ბიძინა ივანიშვილი უკვე მოსახლეობის ხარჯზე. საიდან მოდის ფული, რომელსაც შეძლებული ადამიანები მხოლოდ მართულ გუნდს წირავენ და საიდან აქვთ 25,000 ლარი მათ, ვისაც მაღალი შემოსავალი არ აქვს. ქართული ოცნება ხალხის ფულს საკუთარ ანგარიშზე რიცხავს. ერთ კვირაში პარტიის შემოწირულობა 2 მილიონი ლარით გაიზარდა და ჯამში მხოლოდ საარჩევნოდ 15 მილიონს გადააჭარბა. ფულის გათეთრების სავარაუდო სქემა ქართულ ოცნებაში. რას ფიქრობენ ამ თემაზე ოპოზიციაში? ჟანა აკოფაშვილი შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში. გისმენთ ჟანა. ოპოზიციაში წინასაარჩევნოდ შავი ფულის მობილიზებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ეჭვობენ, რომ ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი ამ თანხას ამომრჩევლის მოსაწყიდად გამოიყენებენ. საქმე ეხება ქართული ოცნების საეჭვო შემოწირულობებს. ჩვენ გუშინ შაბათის მთავარში გიყვებოდით სავარაუდო კორუფციულ სქემაზე, რომლის მიხედვითაც რიგითი ადამიანები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ კომპანიებში არიან დასაქმებულნი და მათი ყოველთვიური შემოსავალი რამდენიმე ასეული ლარია, ქართულ ოცნებას საკმაოდ
სოლიდურ თანხას წირავენ. უცნობია და გაუგებარია როგორ აღერხებენ ამას ისინი, თუმცა გაჩნდა ეჭვი, რომ მათ ანგარიშზე თავად პარტია ქართული ოცნება რიცხავს სოლიდურ თანხას, შესაწირავ თანხას და შემდგომ ეს ადამიანები ვალდებულები არიან შემოწირულობის სახელით ჩარიცხული თანხა კვლავ პარტიის ანგარიშზე დააბრუნონ. ადამიანები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მათ შორის მიეხმარნენ მაგალითად საყდრისის აფეთქებაში და იმაში, რომ ძარცვავენ ჩვენს მოქალაქეებს და მილიონობით ლარს ეზიდებიან, ამასობაში შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეს ადამიანები ქართული ოცნების შემომწირულები ხდებიან. შავი ფულის ტრიალი მიდის ქართული ოცნების ყულაბაში, რაც რა თქმა უნდა ასე არის და მეორე არის, რომ კორუფციულად, ასე იგი, ბიუჯეტიდან ხელშეკრულებები უფორმდებათ, ან ჩვენს მოქალაქეებს ძარცვავენ და შემდეგ ბრუნდება ქართული ოცნების ყულაბაში. პრაქტიკად იქცა, რომ ქართული ოცნების დაფინანსების მთავარი წყარო ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტი. ანუ რეალურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან სხვადასხვა უკანონო გარიგებების ხარჯზე ფინანსდებიან კერძო კომპანიები და კერძო პირები, რომლებიც არიან პოლიტიკური პარტნიორები ქართული ოცნების. ცხადია, რომ ხდება გარკვეული უკანონო ფულის ბრუნვა ქართული ოცნების სასარგებლოდ, იმიტომ რომ მართლაც ცხადავთ ხედავთ, რომ ადამიანები, რომელსაც არ გააჩნიათ არანაირი შემოსავალი, როგორ გულუხნი არიან ქართული ოცნების შემოწირვის დროს. ერთის მხრივ ისინი იპარავენ ხალხის ფულს, ხალხის ქონებას, ეროვნულ სიმდიდრეს, შემდეგ ათეთრებენ ფულს და ამ თანაშაულებრივი ფულის ნაწილს იყენებენ ხოლმე არჩევნების გასაყალბებლად, ნაწილი კიდევ მიაქვთ პირად ანგარიშებზე. სავარაუდო კორუფციული სქემა, რომელსაც ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნად მიმართა, ოპოზიციაში ამბობენ, რომ მსგავსი პოლიტიკა ბიძინა ივანიშვილისთვის ახალი არ არის. აქვე გეტყვით იმას, რომ ქართული ოცნების შემოწირულობა მხოლოდ ერთ კვირაში 2 მილიონი ლარით გაიზარდა. მადლობა ჟანა აკოფაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში და ჩვენ ისევ ვუბრუნდებით ოზურგეთს, სადაც ქალაქის ცენტრში ჭადრების ბაღში შეკრებილებს ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილი მიმართავს. ცნობილი ექიმი ბატონი ლევან გოგუაძე სათქმელი აქვს თქვენთვის, გურიისთვის, საქართველოსთვის. ბატონ ლევან, ტექნიკური შეფერხება გქონდა, თუ შეიძლება 3 წუთი მინდა გთხოვოთ. დევნილ პრეზიდენტს აქვს სათქმელი და შევეგებოთ მიხეილ სააკაშვილს. მოგესალმებით შემოგვიწევო. მინდა გითხრათ, რომ მიხარია თქვენი შეკრება, მიხარია უსაფრთხოების იცავს. იმიტომ არც ერთი ვირუსი და არც ერთი ავადმყოფობა ჩვენ არ უნდა მოგვერიოს და არ უნდა მოგვერიოს ის ავადმყოფობა, რომელიც დაპატრონებულია საქართველოს, ის საშინელი სცენი, რომელიც შეეყარა საქართველოს ქოციანობის და მისი მთავარი ვირუსის ივანიშვილის სახით. არსებობს ივანიშვილი როგორც ვირუსი და არსებობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა როგორც ამ ვირუსის ვაქცინა, როგორც ამ ვირუსის კურნალობა, როგორც საქართველოს გაჯანსაღების ერთადერთი რეცეპტი და ერთადერთი საშუალება. რა მინდა გითხრათ შემოკარგებო. მინდა გითხრათ შემდეგი რომ მე თავის დროზე დავიწყე ძალიან ბევრი რაღაცა გურიაში. ვერ მივხედე დროზე გურიას სათანადოდ როგორც უნდა მიგვეხედა, იმიტომ რომ ვერ მოვასწარეთ უბრალოდ, იმიტომ რომ დავიწყე სხვადასხვა რეგიონებიდან, მაგრამ მქონდა გრანდიოზული გეგმები გურიას. მქონდა გეგმები მის თაობაზე, რომ გაგვეკეთებია ბახმაროში, დავიწყეთ ბახმარო, თქვენ იცით რომ დავიწყეთ ჩვენ ბახმარო 2012-ში გავხსენეთ ძალიან ბევრი ობიექტი ბახმაროში, მაგრამ დაგეგმილი მქონდა 20 ბათუმის ტიპის სასტუმროს შენებლობა ბახმაროში, იმიტომ რომ სრულიად უნიკალური ადგილია საქართველოსთვის. დაგეგმილი მქონდა გომის მთაზე შენებლობა სათხილამური კურორტის, ისე როგორც ბახმაროვის სათხილამური კურორტის, მერიაში დაწყებული მქონდა აეროპორტის შენებლობა, მერიის დიდი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც იქნებოდა ქუთაისის აეროპორტზე დიდი და მოემსახურებოდა არა მხოლოდ გურიას სატვირთო გადაზიდვებზე, არამედ მოემსახურებოდა ბათუმს და ეს ნიშნავს იმას, რომ აქ გაჩნდებოდა რამდენიმე ათასი სამუშაო ადგილი. ჩვენ მქონდა ვამთავრებდის ფოთის აეროპორტს, რომელიც ასევე მოუდა ნაწილობრივ გურიას. და ძალიან ბევრი სხვა პროექტი, რომელიც უკავშირდებოდა თითოეული გურული ოჯახის კეთილდღეობას. მეორე რასაც ჩვენ ვაკეთებდით, ეს იყო სოფლის მეურნეობაში დიდი პროექტები. დღეს გურულ გლეხისთვის არანაირი პრობლემა, არანაირი ინტერესი აღარ არის მეციტრუსეობა, იმიტომ რომ პრაქტიკულად ვერ ყიდიან, თავის დროზე როგორც ჩაი აიჩეხა, ისევე იჩეხება ციტრუსები და მე ვარ დარწმუნებული
სამეგრელოში და ვისაც 1 ჰექტარზე 1 ჰექტარი დაახლოებით 1 ჰექტარი და მეტი მიწა პლუს მინუს მივცეთ უპროცენტო კრედიტი და ასევე უფასოდ შეუნახოთ პროდუქცია სამაცივრო მეურნეობაში, რომლის შექმნა დავიწყეთ 2011 წელს და არ დაგვრცელდა და შემდეგ ჩვენვე გავიტანოთ საერთაშორისო ბაზრებზე, მათ შორის უკრაინის ბაზარში, სადაც მე მაქვს ყველანაირი გარანტიები, რომ წინათ გავყიდით თვალ პროდუქციას, რომელსაც გამოუშვებთ. ეს არის მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული და ამაში ვარ დარწმუნებული, რომ გამოგვივა. მეორე, რასაც ჩვენ შევძლებთ, ეს არის ასევე დამატებით სუბსიდიები მეთხილეობისთვის, იმიტომ რომ პრაქტიკულად დღეს ხილი კარგავს ყოველგვარ ასს და ძირითადად 80% თანხის მიდის შუამავლებთან. შუამავლები ჩაიხსნებიან, შუამავლები მაქსიმუმ დაიღებენ 15% და დანარჩენებს დაიღებენ თვითონ მეთხილეები და მაშინ მეთხილეობას ნამდვილად უჩნდება. გარდა ამისა, ჩვენ ვაპირებთ ძალიან დიდ ხალხდაჭერას ტურისტული სექტორის მთლიანობაში, ეს არის სანაპირო ზოლზე გურიის, რა თქმა უნდა, მთებში გურიის, მე უკვე მოგახსენეთ ბახმაროს და გომის სათხილამურო კურორტებზე, ჭინჭაოს პაზე და უამრავ სხვა აბსოლუტურად უნიკალურ მთებში და საკლიმატო ზონებში საქართველოსთვის და ევროპისთვის. ერთი რამე რაც ზუსტად ვიცი, რომ გურიდან ადამიანები ისე როგორც მთელი საქართველოს შეწყვეტენ თურქეთში წასვლას და წელში გაძლეკვას და უბედურებას ამ კაპიკებზე და აღარ იმუშავებენ თურქებზე ისე როგორც აღარ იმუშავებენ ჩვენი ქალები ბერძენი იტალიელი მოხუცების და ბავშვების მოვლაზე, იმიტომ კი არა რომ იმ ქვეყნებს რაღაც ვერტში არა, ისინი უნდა უვლიდონ საკუთარ ოჯახებს, ოჯახები დაინგრა, ჩვენი კაცები გავიდნენ პოლონეთში დადიან და კაპიკებზე წელს იზნიკავენ შენებლობებზე თებში. ეს ყველაფერი დამთავრდება. და ბოლოს მინდა უთხრა მთავრობას. თქვენი დრო დამთავრებულია, თქვენი წამზომი ჩართულია, შეწყვეტეთ ხალხის გადალაშაულება. გუშინ თქვენს რომ ბათუმის შეკრების შემდეგ რა ხერ რას გავსო ეს ხალხიო და ეს ხალხია ჩვენი თავი პრობლემაო და ესენი არის მავნებლების საერთოდ ეს არის ხალხი რომელიც თქვენ გააკატაკეთ, გაუბედურეთ, გაანადგურეთ და კიდე აქეთ ამუნაცებს და კიდე აქეთ ლანძღავს. დამთავრებულია ივანიშვილის დრო. საქართველოს ქართველი ხალხი იბრუნებს თავის ქვეყანას. არავინ აღარ იქნება არავის ხელის ბიჭი ფეოდალის ხმები და განსაკუთრებით გურიაში გადაწყვიტა მან რომ მთელი გური აქციას თავის ხმება და თავისი გაუნათლებელი თვითონ ხო გაუნათლებელია თავის კიდევ საბჭორო უფრო გაუნათლებელი ძმის და ნაცავის ხმებად თქვენ არავის ხმები არ ახართ. თითოეული თქვენი ოჯახი იქნება წელში გამართული და მდიდარი და თქვენ არ დაგჭირდებათ არავისზე მუშაობა. თქვენი მუშაობთ საკუთარ თავზე, საკუთარ ოჯახებზე, საკუთარ ღირსებაზე, საკუთარ ქვეყანაზე. და მე ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. და მინდა გითხრათ შემდეგი. ძალიან მაგარი კანდიდატი ყავს მას მანუჩარ კურკველია. ეგან პატამწარადგინა ჩემ ახლო მეგობრმა ბურჭულაძემ 2008 წელს პუტინი ესწრებოდა მის ფინალს ჩინელ მოჭიდავესთან. და ძალიან გაბრაზებული იყო, როდესაც მანუჩარმა იმ გამარჯვებას ჰქონდა არანაკლები მნიშვნელობა, ვიდრე ის რომ ჩვენი ჯარისკაცები გმირულად იბრძოდნენ. რა თქმა უნდა, ჩვენი ჯარისკაცები თავს წირავდნენ. მაგრამ მანუჩარმა რა თქმა ეგეც გმირობა იყო. გმირობა იყო და მაგარი კაცია. განსაკუთრებულად ძარღვიანი, კარგი ქართველია და კარგი გურულია. და მართლა უყვართ მანდაურობა. მანუჩარს ჩვენი სრული მხარდაჭერა, მანუჩარს ჩვენი სრული თანადგომა. ასეთ ეს არის ეროვნული სიამაყე საქართველოსი. ძალიან მაგარი ოჯახით, ძალიან მაგარი პატრიოტიზმით, ძალიან მაგარი შემართებით. და მანუჩარის გამარჯვება იქნება საქართველოს და რა თქმა უნდა გურის გამარჯვება. ჩემო ოზურგეთელები, ჩემო ძვირფასეო, მან ბოლოს ვიყავი თქვენ თეატრში ზუსტად მან თქვენს უკან, სადაც ყავდა არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი და უყურებდი ვერისუბნის მელოდიებზე. არგენტინის საგარეო მინისტრი ჩამოვიყვანე ოზურგეთში ქართული სპექტაკლის საყურებლად. გამოვიარეთ ბახმაროდან, სადაც გავხსნით ახალი სასტუმროები. რამხელა გეგმები ქონდა თქვენ დასახმარებლად. როგორ მინდოდა თქვენ გვერდზე რომ რაღაცნაირად თქვენ ხელი გამემართა. ამდენი წელი დავკარგეთ. საქართველოს აღარ აქვს დასაკარგი დრო, დასაკარგი საათები, დასაკარგი წუთები. ახლა 2 წელიწადში, 3 წელიწადში უნდა მინაცღაუროთ ის, რაც ადრე 8 წელიწადში გავაკეთე. უნდა სწრაფად დაგეხმაროთ თითოეულ თქვენგან. მე არც ერთ სალონძება არ მიზიდავს და არ მინდა. საერთოდ არ მინდა ხელისუფლება, მაგრამ თქვენი დახმარება ძალიან მინდა. თქვენი გვერდზე დგომა ძალიან მინდა. თქვენი ხელწაწ გამართვა ძალიან მინდა. თქვენ ის რომ თქვენ არავის ფეხქვეშ არ ვერავინ ვერ დაგიმორჩილოთ, ეს ძალიან მინდა და ძალიან მინდა რომ ვერავინ ვერ დაგამციროთ.
თქვენ მუდმივად გიპირებენ დამცირებას. მუდმივად გიპირებენ გაღატაკება და გაღარიბება თქვენი შედის იმ ბოროტი გველეშაპის ინტერესებში, როგორც პატამი ლაპარაკა. ასე რომ ახლა დროა გველეშაპის ტყუილის კოშკების დანგრევის. მათ მართეს 8 წელი მოვიდნენ ტყუილით, მართეს 8 წელი ტყუილით, კორონა გაავრცელეს ტყუილით და აპირებენ ტყუილით გმართონ შემდეგ 30 წელი სამ საქართველოს აღარ დარჩეს. თქვენ ხო რევოლუციონერების ხარ ხარ. თქვენ ხო დიდი ქართველი მოღვაწეების ხარ ხარ. ბებიაჩების ხარ ხარ ბოლოს საწეულტურავად. ასე რომ თქვენ აუცილებლად გაიმარჯვებთ და თქვენთან ერთად საქართველოს გაიმარჯვებს. წარმატება მანუჩარ კურკველიას, წარმატება სრულიად გურიას, წარმატება სრულიად საქართველოს. აბა თქვენთვის. შეიძლება დაუბრუნდეთ ქურულებს და უთხრათ თქვენი საქმე. ეს იყო პირდაპირი ჩართვა ოზურგეთიდან, სადაც ნაციონალური მოძრაობისა და გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებს მიხეილ სააკაშვილმა მიმართა. ჩვენ პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ დავუბრუნდეთ.